ინტენსიური წვიმა და დევდორაკიდან წამოსული ღვარცოფის ორი მთავარი მიზეზი არის გამოც დარიალის ხეობა უკვე მეორედ არის პარალიზებული. საბენრო 2014 წლისგან გასხოვებით სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული პროცესების გამეორების საფრთხის გამო არ არის გამორიცხული, რომ ხეობაში საავტომობილო გზა სხვა ტერიტორიაზე გაიჭრას. სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზების გამო დილიდან სამხედრო გზის სხვადასხვა წერტილში სატვირთო და სამგზავრო მანქანების რიგებია. შემოსავლების სამსახურში ჯერ ვერ აკონკრეტებენ იმ ფინანსურ ზარალს, რომელსაც გამშვები პუნქტის ჩაკეტვა გამოიწვევს. Როგორ დაიწყო და განვითარდა სტიქიური პროცესები დევდორაკის ხეობაში, ნიკა მოლოდინაშვილი განაგრძობს ახლა საუბარს. დიახ, მდგომარეობა დევდორაკის ხეობასა და დარიალის ხეობაში მას შემდეგ გართულდა, რაც მთლიან ტერიტორიაზე უხვინალექი მოვიდა. ადიდებულ თერგს დევდორაკის ფერდობიდან წამოსული ღვარცოფი დაემატა, რამაც საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია. გეოლოგების შეფასებით, დევდორაკის ხეობაში 2014 წლის სტიქიის შემდეგ დარჩენილი იყო რამდენიმე 1000 კუბური მეტრი ნაშალი ქანები, რისი ნაწილი დაახლოებით 50,000 კუბური მეტრი ღვარცოფის შედეგად იქნა დარიალის ხეობაში ჩამოტანილი. სპეციალისტების შეფასებით დაახლოებით 100,000 კუბური მეტრი ნაშალი ქანების მასა კვლავ დარჩენილია ხეობაში და უხვინალექის შემთხვევაში მისი ჩამოტანის საშიშროება ისევ არსებობს. ეს არის რთული რელიეფური პირობები, დიდი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, დიდი დახრილობები გააჩნია ფერდობებს. ეს არის გეოლოგიური აგებულება, ამგები ქანების დამყოლობა მეწყრულ გრავიტაციულ პროცესებთან და ამას დაემატა ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი უხვი ატმოსფერული ნალექების ერთჯერადად დიდი ოდენობით მოსვლა. მოხდა თვითონ ამალი დევდორაკის ხეობაში, წამოვიდა ღვარცოფული ნაკადი და უკვე თერგიც იყო, ასე ვთქვათ, უხვი ნალექების გამო ადიდებული და თერგმა იცვალა, ასე ვთქვათ, მიმართულება და მთლიანად გადავიდა გზაზე და იცით რომ უკვე გზაზე ეს ღვარცოფი გადმოვიდა და შექმნა ეს პრობლემები. სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული ტერიტორია რისკის ზონად რჩება, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორ ვარიანტს განიხილავს. ერთი შეეხება საავტომობილო გზის გადატანას, რომელმაც შესაძლოა დევდორაკის ფერდობზე გაიაროს და მეორე ვარიანტია მდინარე დევდორაკისა და მდინარე თერგის შეერთების მონაკვეთში კალაპოტის ცვლილება. არის მოსაზრება, რომ თერგსაც და დევდორაკსაც აუვაროთ, თერგს აუვაროთ მარცხნიდან, მისი მდინარებიდან გამომდინარე და დევდორაკს გადაუვაროთ ზევიდან. დევდორაკი ადიდების დროს თერგს ეჯახება და აკავებს მას. ისე უნდა გაკეთდეს და მე დამეთანხმდით ხა გეოლოგებიც და გზისმშენებლებიც, რომ დევდორაკი კი არ დაეჯახოს თერგს, შეუერთდეს. ანუ რაღაც პარალელურ რეჟიმში დაეწიოს. აი მაშინ მე ვფიქრობ, რომ ესეც საშუალება გზის დანგრევის აღარ გვექნება. თუ ეს იმუშავებს, შეიძლება ახალი გზის გაჭრა და ზედმეტ დანახარჯები არ დაგჭირდეს. რაც შეეხება ზარალს, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჯერჯერობით ამ ეტაპზე ზარალის ზუსტ დონებას ვერ აკონკრეტებენ, მონაცემები ზარალის შესახებ სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. ეკონომიკურ ზარალს რაც ეხება, როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელი სტიქიის შემდეგ საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი დაკეტილია და საავტომობილო მათ შორის ტრანზიტული ტვირთების გატარება არ ხდება. შემოსავლების სამსახური ამ კუთხით მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით მონაცემებს მოგვიანებით გაავრცელებს.